მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვართ სტუდიაში გზაგასაყართან, ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ბიბლიური გზაჯვარედინების სტუდიაში სტუმრად ყავს მოწვეული თეოლოგი გიორგი გვასალია. მოგესალმებით გიორგი. მოგესალმებით. მადლობა ამ კურსის წაწყოლისთვის. ჩვენ მაყურებელს შევახსენებთ, რომ წინა გადაცემაში დავასრულეთ სოლომონ მეფის ხანა. სოლომონ მეფე გარდაიცვალა და მეფე შემდგომი მეფე ისრაელისა არის მისი შვილი რობოამი. და სწორედ ამაზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენ. რობოამის ცხოვრებაში ხდება აღსრულება იმ წინასწარმეტყველებისა, რომელიც ახია წინასწარმეტყველმა განაცხადა, რომ ისრაელი გაიყოფა ორ ნაწილად და ამგვარად მნიშვნელოვანი არის რობოამის მეფობის ხანის განხილვა. გიორგი, გავაგრძელოთ თხრობა იქიდან, რომ სოლომონ მეფე გარდაიცვალა და შემდგომი მეფე იწყებს ისრაელში მეფობას და ჩვენ ვხედავთ, რომ ისრაელში არის ხოლმე აღმავალი ესეთი პერიოდი ერის განვითარების, ქვეყნის გაძლიერების და არის ესეთი რღვევა ამ ერთობისა. სოლომონის გარდაცვალება და მისი მემკვიდრის ტახტზე ასვლა მეფე რობოამისა ძალიან საინტერესო ნიშნით არის წმინდა წერილში გაცხადებული, იმდენად რამდენადაც სოლომონის ყურს წვდა უკვე ამბავი იმასთან დაკავშირებით, რომ მის შემდგომ მეფობაში რაღაცა ძალიან დიდი პრობლემა იქნება და ეს პრობლემა არ არის ინსპირირებული რაღაცა მიწიერი მოთხოვნებიდან მხოლოდ, ეს თავად ღვთის გადაწყვეტილება. ამიტომ ჩვენ არ ვიცით, ჩვენ ვიცით რა ანდერც უდოდებს დავითი სოლომონს, მაგრამ არ ვიცით რა ანდერც უდოდებს სოლომონი რობოამს. ჩვენ არ ვიცით საერთოდ ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი ქონდა თუ არა, მაგრამ სოლომონი სიცოცხლის ბოლოში შეინანებს თავის ქმედებას, სოლომონი შეინანებს თავის აი ამ გადაცდომას, მაგრამ მთელი პრობლემა ის არის, რომ სოლომონის სინანული დარჩება სოლომონთან, მაგრამ არ გაყვება მის ძეს რობოამს. რობოამი მამამისის ყვალზე დაიწყებს ზიარულს. ხა სოლომონის ყვალზე რო იალო, სოლომონი ვით უნდა იყო. რაღაცა უნდა გქონდეს მაინც ანარეკლი, რაღაცა უნდა იყოს შენ სოლომონის საული, საოცარი რაღაცა დიადი. აი წმინდა წერილი ერთ ტერმინს ასახელებს, სადაც 41 წლის კაცს, რობოამი 41 წლის კაცია, როდესაც აი იმ ეპიზოდებს განეხილავ ჩვენ რასაც შევეხებით. მე და აი ეპიზოდში მოიხმობს ტერმინ მოყმებს, ყმებს, თანამოყმებს, ანუ თანაშეზრდილებს, იხსენიებს სპეციფიკური ტერმინით, რომელიც უფრო არ შეესაბამება 40-41 წლის კაცის, უფრო ყმაწვილებს და რაღაცა ესეთი ასაკის ადამიანებს შეესაბამება, რითაც წმინდა წერილს უნდა რაღაცნაირად ხაზი გაუსვას ამ კაცის გონებრივ უმწიფარობას. რა არის პრობლემა რობოამის მეფობაში? რობოამი ჩაიბარებს საოცარ ქვეყანას, საოცარ დიდარ, საოცარ ძლიერ, საოცარ შესაძლებლობების მქონე ქვეყანას. და ერთია მამანდრია ასეთი ქვეყანა ააშენო და მეორეა ასეთი ქვეყანა შეინარჩუნო. სხვადასხვა სჭირდება ამას რაღაცა მიდგომა, ეს არ არის ერთმთლიანი საკითხი. აი ჩვენ თავის დროზე საუბრობდით, რომ ერთია ხალხი ახლულ მიწამდე მიიყვანო და მეორეა ახლულ მიწაზე შეიყვანო და დაასახლო იქ. ამას სხვა ღვაწლი სჭირდება, სხვა ის სჭირდება. და ამიტომაც როდესაც რობოამზე გვაქვს საუბარი, რობოამს უნდა გქონდეს უწინარესყოვლისა მიზნად დასახული ის, რომ რაც სოლომონმა დატოვა, იმას თუ არ განავითარებს და იმას თუ არ წინასწარ არ დაამსხვრიოს და არ იავარყოს ყველაფერი. ყოველ შემთხვევაში მას უნდა გქონდეს მოთხოვნა, რომ ღმერთს თხოვოს სული გონიერი. კი ბატონო, აი ეს როგორც სოლომონმა გააკეთა სული გონიერი, მას აძლევს საშუალებას, რომ მართოს მთელი ეს გაითავისოს ისტორია ამ ერის და ესმოდეს შინაარსი ამ ერის დანიშნულებისა. რობოამის შემთხვევაში ამ სიბრძნეს ვერ ხედავთ. კი, თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ რობოამზე ვსაუბრობთ, ჩვენ ხედავთ მონარქიული სისტემის
მანკიერ მხარეს. ხა მანკიერი მხარე ნებისმიერ სამართლო სისტემას აქვს, არა მარტო მონარქიას, არამედ მანკიერ ამ ქვეყანას იდეალური მმართველობა ვერ იქნება, ვინაიდან ამ ქვეყანაზე გვაქვს საუბარი, ხო? ჩვენ ერთადერთი იდეალს ხედავთ სასოფლისეულ პერსპექტივაში, სადაც მეუფე არის ყოვლადწმინდა სამება და სადაც მეუფება შეუძლელია. მაგრამ ამ ქვეყნიურ წარმავალ პერიოდში ესეთი, რა ქვია, აბსოლუტურად იდეალური მმართველობა არ არსებობს. ყველა მმართველობას აქვს მანკიერი მხარე აქვს, მათ შორის მონარქიასაც. და მონარქიის ერთ-ერთი მანკიერი მხარე არის ის, რომ მემკვიდრე შეიძლება სულაც არ იყოს გაგრძელება იმ დიადი ცხოვრებისა, რომელსაც მისი წინაპარი, თუნდაც მისი უშუალო წინამორბედი წარმოადგენდა. შეიძლება აბსოლუტურად საშინელება მივიღოთ, მაგრამ მონარქია მას უშვებს. აი ჩვენ თავის დროზე მე განსაკუთრებულად მინდა ეს თემა წინა პლანზე წამოვწიო და გავიხსენოთ ჩვენი შეხვედრა, როდესაც საუბრობდით მონარქიის შემოტანაზე და საუბრობდით მონარქიის დასაცირკულებაზე. იქ ჩვენ ხას უსვავდით ასეთ რამეს, რომ მონარქია არის ნაბიჯი უკან და არა წინ. და ღმერთი ამ მონარქიას დაუშვებს. აი, ჩვენ რო გადავხედოთ ცივილიზაციათა ისტორიას, ხო? ყველგან მონარქიული სისტემა შედის თავისი გზით. არის საზოგადოებრივი მოთხოვნა, მონარქიას აქვს თავისი მმართველობითი რაღაცა დადებითი მხარე და ეს მხარე აწყობს მთელ ცივილიზაციებზე მონარქიული მმართველობა წესდება. ისრაელში ცოტა სხვანაირად ხდება. ისრაელში მონარქიული სისტემის დაწესებას რაღაცის გაუქმება უძღვისწინ, ეს არის თეოკრატიული მმართველობის, თეოკრატიული საზოგადოების მმართველობის გაუქმება და ეს გარდამავალი პერიოდი ჩვენ მაშინ დავახასიათეთ და ვთქვით, ნაბიჯი უკან, რატო დაუშვა ღმერთმა. იქ ჩვენ ერთი ტერმინის მოვიტანეთ, როდესაც ღმერთი სამუელს მიმართავს, ნუტერიო მათ შენ კი არა, მე უამყოსო. და ჩვენ ვამბობდით ასეთ რაღაცას, როდესაც სამუელის მოღვაწეობას განვიხილავდით აი წინა მონარქიულ პერიოდში, უშუალო წინა მონარქიულ პერიოდში. როდესაც წესგანგებას დაწერს სამუელი, სამეფო წესგანგებას გაწერს, იქ ერთი მნიშვნელოვანი ფრაზა ისმის, იქ შეიძლება ბევრი რამე წერია, მაგრამ წმინდა წერილისთვის, წმინდა წერილს იქიდან ერთი ფრაზა მოაქვს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. რა არის ეს ფრაზა? თუ კი თქვენ და თქვენი მეფე არ დაემორჩილებით ღვთის ბრძანებებს და არ შეასრულოთ მის ცნებებს. ანუ ამ შემთხვევაში სამუელი ამბობს წინადადებას, რომელსაც ვერცერთი ცივილიზაციის სივრცეში ვერ წავიკითხავ და ვერ ვიპოვით. ამ შემთხვევაში სამუელი ამბობს, რომ ღვთის წინაშე მონარქიის შემთხვევაშიც მეფე თქვენსავითა არაფერს არ განსხვავებდა იმ კონსტიტუციის წინაშე, რომელიც კონსტიტუცია მას განსაზღვრა თქვენი იდენტობა, სინას, მთასთან უდაბნოში ჩამოგაყალიბათ ხალხიდან ერად. ამ კონსტიტუციის წინ მონარქი აღარ მონარქობს. მონარქი არის ჩვეულებრივი ისრაელიანი, რომელსაც ისევე ევალება დაიცვას ეს რჯული, როგორც ნებისმიერ სხვას. რატო ვამბობ ამას, ამაზე რატო ვაკეთებ აქცენტს? ახლა ცოტა შორს მინდა კიდე წავიდე და კიდე ერთი ეპიზოდი მინდა გავიხსენო. ჩვენ, აი, კარგად მინდა ამას მამანდრე შევხედოთ, იმიტომ რომ ეს ძალიან პრობლემატურია ჩვენთან საზოგადოებაში სამწუხაროდ არსებობს აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ხსნის გზა გადის რაღაცა მმართველობის შემოღებაზე, რაღაც მონარქიის დაწესებაზე, რაღაცა ეს რა ქვია, რაღაცა საგვარეულო მიწების დაბრუნებას და რაღაცა უკვე კომედიუცის სასაცილოც აღარ ხდება ზოგ-ზოგი ერთების ისა, მაგრამ რა არის აქ მნიშვნელოვანი, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ თემაზე, უნდა გავიხსენოთ კიდევ მნიშვნელოვანი რამე. მოსე, როდესაც გამოყავს ისრაელი ეგვიპტიდან, მოსია პოლიტიკური წინამძღვარი, რელიგიური წინამძღვარი, აღმასრულებელი ხელისუფლება, სასამართლო ხელისუფლება. ყველაფერს მოსე წარმოადგენს. მაგრამ როგორც კი ერის სტრუქტურიზება იწყება, როგორც კი ამ ხალხიდან ერი იძერწება, მოსი ამ ხელობებს ჩამოიცილებს. სხვა უნდა იყოს რელიგიური ლიდერი, სხვაგან უნდა იყოს სასამართლო ხელისუფლება, აღმასრულებელი. ეს ყველაფერი უნდა იყოს დანაწილებული და ეს ყველა, მაგრამ რა არის მნიშვნელოვანი აქ? ჩვენთვის ამ თხრობაში რა არის მნიშვნელოვანი? რომ რაღაცა ეტაპზე, რაღაც ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ღმერთი მოსეს ეთქვის, რომ 70 უხუცესი უნდა გამოირჩიოს და ახლა საზოგადოებამ უნდა იტვირთოს ის, რასაც მოსე ატარებს მარტო. იმიტომ კი არა მოსე ამას მარტო ვერ ატარებს. არა, ღმერთი მისცემს მას ამის ძალას, მაგრამ აი აქ ღმერთი ისრაელს ეუბნება, რომ შენი მმართველობა, შენი ცხოვრება არის საზოგადოებრივ ერთობაზე დაფუძნებული და არა დიდ პიროვნებაზე, თუნდაც ის იყოს მოსე. თუნდაც ის იყოს მოსე. შენ არ უნდა გქონდეს იმედი
იმისა, რომ მოვა მოსესნაირი და გიხსნის. შენ უნდა იდგე საზოგადოებაში, თავად უნდა იდგე. სახურებაში თვითონ უნდა იდგე. შენ უნდა გქონდეს შეგნება, საზოგადოებრივი შეგნება, რომ არის რაღაცა, რასაც მე თუ გავაკეთებ საზოგადოებას ვავნებ და ამიტომ ეს არ უნდა გაკეთდეს, ეს მე მეგზალება, იმიტომ რომ საზოგადოებისთვის მავნებლურია და იმიტომ. შენ თუ ასე არ იაზრონებ, მოსე, დავითი და ასე შემდგომ არგიშველის, დავითი, მოსე და ასეთი დიდი ადამიანები ლოკალურ პრობლემას მოგიგვარებენ ერთ რაღაცა ეპოქაში, თორე წავლენ თუ არა, შენ თუ ეს აზროვნება დაიტოვე, საზოგადოების დამარღვეველი, საზოგადოების ერთობის დამარღვეველი აზროვნება დაიტოვე, აუცილებლად აღადგენ იმ პრობლემას, რა პრობლემების მოგვარდა კიდევ უფრო დიდი მასშტაბით, როგორც სახარებაში წერია, მოვა ეშმაკი და ნახავს, რომ დალაგებულია ეს სახლი, რომელიც დატოვა და წავა და შვიდს მოიყვანს თავიზე უარეს და მოახრებას ხომ ძალიან დიდ ხო? უფრო დიდი დანაგვიანება, უფრო დიდი მსხვერპლობა, უფრო დიდი მტრევა იქნება. ამიტომაც, როდესაც ჩვენ საუბრობთ ამ იმაზე, რა ქვია, აი ამ მონარქიულ სისტემაზე, აქ უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი მონარქია მნიშვნელოვანია და კარგია იმდან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ის დგას აი იმ საზოგადოებრივ შეგნებაზე და საზოგადოებრივი შეგნება თავის თავში გულისხმობს კონსტიტუციის აღიარებას და მის ქვეშ ერთად შეკრებას, როგორც მონარქისა, ისე მისი ხელქვეითის. ეს უპრინციპულესი მომენტია, რატომ? იმიტომ რომ ისრაელში გაგებულია ასე, რომ თავად უზენაესი მონარქი გახლავთ ღმერთი. ღმერთია, უფალი უნდა მეფობდეს, ღმერთი მეფობს ისრაელში. ეს მეფე, რომელსაც მონარქიული ინსტიტუტი უყრია ხელში, რაღაცნაირი მთავარი მენეჯერია, რაღაცა მთავარი ორგანიზატორია პროცესებისა, რაღაცას ვალდებულებებს იღებს თავზე, თორემ მეფობს ის ღირებულებათა სისტემა, მეფობს ის ზნეობრივი ნიშნული, რომელიც მოცემულია ღვთისაგან, რომელმაც განსაზღვრა ამ ხალხის იდენტობა, ხო? ამიტომაც, როდესაც ჩვენ აი ამაზე ვსაუბრობთ, გაგვახსენდება კიდევ ერთი ტერმინი, რომელიც მსაჯულთა წიგნში ხვდება. მაშინ მეფე არ ყავდა ისრაელს და ვისაც რა უნდა იმას აკეთებდა და ამ ტერმინს მსაჯულთა წიგნში ავტორი ძალიან უხეშ კონტექსტში მოიხმობს, როდესაც ორ უმძიმეს ამბავს გვყვება მსაჯულთა წიგნის ბოლოს, ორ ძალიან მძიმე და ძალიან ისეთ რა ქვია, მართლა საოცარ საშინელ ამბებს გვყვება, სოდომელთა და გომორელთა უფრო მძიმე ამბავს გვყვება ისრაელის შემთხვევაში და გვეტყვის, რომ მეფე არ ყავდაო მაშინ ისრაელს. ეს არ ნიშნავს იმას, მონარქია არ ქონდა მაშინ ისრაელს, არა, ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი არ მეფობდა მაშინ ისრაელში და ვისაც რა უნდა და იმას აკეთებდა. ამიტომაც, როდესაც ჩვენ საუბარი გვაქვს რობოამის მეფობაზე, რობოამის მეფობა ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რა მანკიერი მხარე შეიძლება კონდეს მონარქიულ სისტემას და ეს მანკიერი მხარე მთელი თავისი სიმძიმით და მთელი თავისი მავნებლობით როგორ შეიძლება გამოვლინდეს და პირიქით, როგორ შეიძლება ის აილაგმოს და როგორ შეიძლება ის უგულებელყოფილი იქნას საზოგადოების ცხოვრებაში. ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ ამ სისტემაში პიროვნებას ენიჭება უკვე ძალიან დიდი მნიშვნელობა, როგორ არჩევანს გააკეთებს აი ამ თავის გზაჯვარედინზე. ღვთისმსახურებაში იქნება ის, რჯულის გამტარი იქნება, თუ არ ეყოფა, თქვათ, კალიბრი იმისათვის, რომ რაღაც საზოგადო მსახურებას შეწიროს თავი. აბსოლუტურად გეთანხმებით, მამანდრია და ჩვენ სანამ რობოამის შემდეგ თხრობა შევეხებოთ, სადაც წმინდა წერილშია წარმოდგენილი. ჩვენ კიდევ ერთი დეტალი უნდა გავიხსენოთ, სოლომონის ცხოვრებიდან ჩვენ მოგვიწევს კიდევ დეტალების გახსენება, მაგრამ რობოამის კონტექსტში კიდევ ერთი დეტალი უნდა გავიხსენოთ. აი თქვენ ახლა შესანიშნავად ვძანეთ, რომ პიროვნების აი ეს მნიშვნელობა და მოდი ხაზი გავუსვათ, რომ საზოგადოებრივ რეალობაში მთელი საიდუმლო საზოგადოებრივი ერთობისა გახლავთ, რომ იქ პიროვნება არ იჩქმალება, პიროვნება არ დადგურდება და პიროვნება არ იჩრდილება. პირიქით, ეს პიროვნებათა კრებულია, პიროვნებათა ერთობა. და ამაშია საქმე. ამ შემთხვევაში პიროვნებას ასაც თქვენ ბრძანებთ. უკვე მიეცა ის სტატუსი, რომელიც სტატუსის შედეგადაც პიროვნებას შეუძლია უკვე დადგეს კონსტიტუციაზე მაღლა. ეს არის მეფე. აი აქ იწყება სწორედ პრობლემა. მაგრამ პრობლემას არ იწყებს რობოამი, პრობლემას იწყებს სოლომონი, რომელიც აკეთებს ამას. და ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელსაც ახლა ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ, მამანდრია, გახლავთ ის, რომ სოლომონის დროს ვერ ვხედავთ ერთ ისეთ კაცს, რომელსაც ხედავთ დავითის დროს.
დავითიც არ იყო დაზღვეული, არანაირად არ იყო დაზღვეული იმისაგან, რომ ის იმ ღირებულებით კონსტიტუციაზე მაღლა დამდგარიყო, რომელიც მსახურადაც ღმერთმა გამოარჩია და ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ. ჩვენ ამაზე დაწვრილებით მივაქციეთ ყურადღება. როგორც კი დავითს, ასე ვთქვათ, ეს ცნეობრივი სამაგრები მოეშვა, საშინელება ჩაიდინა. დიახ. და თხრობას წმინდა წერილი იმ დროს აგრძელებდა, როდესაც მონახა ნათან წინასწარმეტყველი. ნათანმა გააკეთა რაღაცა ის, გადადგა რაღაცა ის ნაბიჯი, რის შედეგადაც დავითი გამოფხიზლდა. აი ჩვენ სოლომონის დროს ნათანს ვერ ვხედავთ. დავით ნათანის ნაირს ხედავთ იმას. ჩვენ სოლომონის დროს ვერ ვხედავთ უკმაყოფილებას კერპებით სავსე და დანაგვიანებული იერუსალიმთან დაკავშირებით. ჩვენ ვერ ვხედავთ მამხილებელ სიტყვას, არ გვესმის ასეთი. არ არის პროტესტი, არ არის უკმაყოფილება, ყველა კმაყოფილია. და ამიტომ რასაც სოლომონი აკეთებს, ეს არ არის ისეთი რამ, რომ მარტო სოლომონის პასუხისგებლობა უნდა იყოს, არა, ეს ისრაელის პასუხისგებლობა. ეს იმ უხუცესთა პასუხისგებლობა, რომელიც სტრუქტურიზებულად დაშალა სოლომონმა და სხვანაირად ააგო. ამიტომაც რობოამზე როცა გვაქვს საუბარი, რობოამს რაღაცა აზრით მძიმე მემკვიდრეობა ერგო, რობოამს უკვე ხელში სიმახინჯე უჭირავს. და იმ სიმახინჯის გამოსწორებაში უნდა იყოს მისი სიბრძნე, სწორედ, რომელიც მას არ ეყოფა, როგორც თქვენ აბსოლუტურად მარტებულ ებრძანეთ. ის არ თხოვს ღმერთს, ისეს გული გონიერი, რომ მართოს ვინ? მართოს ღვთისმეტყველი. აი სოლომონთან, მაბატონით რობოამთან უკვე ისრაელი მთლიანად განიხილება როგორც მისი საკუთრება. რომელიც ერგო მამამისისგან, არც მეტი, არც ნაკლები ერგო მამამისისგან. აი, ახლა ერთი დეტალიც არის. ამას შეიძლება ასე ხაზგასმით და ხმა, მაღლა ამის თქმა არც იყოს მიზანშეწონილი, მაგრამ უბრალოდ რომ შევადაროთ ერთმანეთს, ხო? აი, დავითის მემკვიდრეები რაღაცნაირად იბრძვიან იმისათვის, არამართებულად თავის დავაცხადია, ყოვლად მიუღებელია და ყოვლად დასაგმობია, მაგრამ სცენა ასეთი, ბრძოლის სცენაა ტახტისათვის. დავითთან საპირისპიროთ არის. ხო. დავითის შემთხვევაში საულთან მიმართებაში საპირისპიროთ არის. ხო, საპირისპიროთ არის, ანუ დავითი არ იბრძვის. დავითის მემკვიდრეები იბრძვიან და რობოამიც არ იბრძვის. რობოამს ეს შეხვდება. ახლა, რატომ ამბობ ამას? სოლომონს საკმაოდ ბევრი ცოლი ყავდა და საკმაოდ ბევრი ვაჟი ყავდა. და რობოამს, მაბადიეთ, სოლომონს ვაჟი ყავდა ეგვიპტელი ფარაონის ასულისაგანაც, რომელიც კერპებს შორის არ იხსენიება ერთადერთი სივრცე, ერთადერთი პანთეონი, რომელმაც არ შეაწუხა მაშინ იერუსალიმის ეგვიპტური პანთეონი. სად არის ამ ქალისაგან შეძენილი ვაჟი? რატო არ არის ეს მემკვიდრე? რატო არის მემკვიდრე რობოამი? ვისი არჩევანია ეს? სოლომონის დარბაზის კარის? ვინ აირჩია? ვინ გადაწყვიტა, რომ მემკვიდრე უნდა იყოს რობოამი? ჩვენ ამ კითხვას პასუხს მოგვიანებით გავცემთ. აქაც დევს ძალიან საინტერესო დეტალი. ხა დაუბრუნდეთ რობოამს, რომელმაც მიიღო რაღაცა საოცრება, რომელსაც ქვია ისრაელი და გამეფებული რობოამი უნდა შეუდგეს ქვეყნის მართვას და იმის წინაშე პირველი პრობლემა რაც წარმოდგება, ეს არის მოთხოვნა ხალხისაგან წამოსული მოთხოვნა, არ ვიგულისხმობ ამანდრია რაღაცა ის მასა შეიკრიბა და რაღაც მიტინგი გამართეს იქ. არა, აქ არის საუბარი უხუცესებზე, აქ არის საუბარი ერისმმართველებზე, იმ მაღალ ეშელონებზე, რომელსაც ქვეყნის მართვის სადავეები რაღაცა დოზით აბარია. მოთხოვნა, რომელსაც ისინი წარადგენენ რობოამის წინაშე, სოლომონის მეფობის კიდევ ერთ მანკიერ მხარეს ასაჩინოებს, გააცხადებს, ეს არის ის, რომ იმ ქვეყნის შენებას, იმ პოლიტიკის ხარდაჭერას, რეალიზებას, ასაც სოლომონი აწარმოებდა, ამას სჭირდებოდა ძალიან დიდი ხარჯები, ამას სჭირდებოდა ძალიან დიდი ფინანსები და ფინანსებთან ერთად სჭირდებოდა საკმაოდ ისეთი დაძაბული ცხოვრების რეჟიმის შენარჩუნება.
აი რობოამთან არის მოთხოვნა რომ ის წნეხი რა წნეხის ქვეშა სოლომონს ყავდა ისრაელი. ახლა რობოამმა ამისაგან გაანთავისუფლოს. წმინდა წერილიდან ასე პირდაპირ არ ჩანდა სოლომონის მეფობის ეპიზოდს როცა ვეცნობოდით, რამდენად მძიმე იყო ეს ყველაფერი, უფრო ქვეყანაში მოსულ მდგმურებზე იყო აქცენტი გაკეთებული და აი ამ სივრცეზე იყო გადატანილი აქცენტი, სადაც უფრო იჩაგრებოდა არა ისრაელიანი, არამედ ის მოსული მსხემი, არა ისრაელიანი და ასე შემდგომ. ჩანს უმკლად ასე არ ყოფილა, რომ ეს სიმძიმე მთელი თავისი, ასე ვთქვათ, მასშტაბით შეეხო ისრაელიანებსაც, წარჩინებულ ისრაელიანებსაც, რომლებსაც უბრალოდ აღარ შეუძლიათ ასეთ საოცარ ქვეყანაში, ასეთ მძიმე მდგომარეობაში ცხოვრება. აღმოჩნდა, რომ ის ფუფუნება და ის სიძლიერე, რომელიც სოლომონმა მისცა იმას აქვია ისრაელს, სულთად სასიამოვნო არ ყოფილა, სულთად მისაღები არ ყოფილა. არის ამაში რაღაცა უარყოფითი ელემენტებიც და რობოამის წინაშე წარადგენენ მოთხოვნას, რომელიც თავის თავში გულისხმობს ამ ყველაფრის შემსუბუქებას და რაღაცა ახალი ეკონომიკური პოლიტიკის შემოტანას, რომელიც ხალხს უფრო შემსუბუქებს ყოფას. ახლა რა ის შემსუბუქებაზე შეიძლება იყოს საუბარი? ჩვენ ერთ-ერთი შეხვედრისას ვთქვით უკვე, რომ სოლომონის დროს ისრაელში ჩნდება სოციალურ ფენათა შორის დაყოფის ძალიან დიდი ნაპრალები. ჩნდება კლასი, რომელიც არის ძალიან მდიდარი და არის ძალიან ღარიბი. დავითის დროს ეს უფრო ასე არ იყო. მაგრამ ეს სოლომონის დროს ძალიან მდიდრებისა და ძალიან ღარიბების ფენა საკმაოდ საგრძნობია. და შესაძლებელია უკვე შიგნით საზოგადოებრივ სხეულს გულისხმობ. აი ეს დაძაბულობა კარგად იგრძნობა. დაძაბულობა, რომელიც ამ კათიშულობიდან მოდის, რომელიც ყველაზე ასე გადაიზრდება კათიშულმარიცის. ამიტომაც აი მეფეს ახალ მეფეს აფრთხილებენ კიდევაც, მოუწოდებენ კიდევაც, თერ სულაც უხატავენ კიდევაც იმასთან დაკავშირებით, რომ აი ეს სიტუაცია გამოსასწორებელია და მან უნდა შეცვალოს საგადასახადო სისტემა და პოლიტიკა ისრაელში. ჩვენ გზაჯვარედი დინებს ვსაუბრობთ. დიახ. მნიშვნელოვანი ეს არის. მეფე რობოამს აქვს ორი შეკრება. ერთი შეკრება აქვს მამამისის ხლოვანების უხუცესებთან, გამოცდილ საზოგადოებასთან და მეორე აქვს თანამოყმეებთან, თავის თანაშეზრდილ, თანამოასაკეებთან. კიდევ ერთხელ მომაიწმინდა წერილი, როდესაც ამ ეპიზოდს განიხილავს, ხო? რობოამი ამ დროს არ არის ის, რა ქვია, მართლა ყმაწვილი საკმაოდ ისეთი ასაკიანი პიროვნება. და სოლომონის პერიოდის უხუცესები რობოამს ეუბნებიან, რობოამი ამ მოთხოვნას უწავდგან, ჩვენ მე ამ მოთხოვნის შესახებ ვისაუბრებთ ცალკე გადაცემაში, ამას ცალკე ყურადღებას მივაქცევთ. ეუბნებიან, რომ შენ თუ დღეს ამ ხალხს მოусმენ, მაშინ ხვალ შენ მათ შეიცე. ხვალ ისინი შენი იქნებიან. ანუ შეიძლება მათი მოთხოვნა სხვადასხვა კუთხით იყოს განსახილველი, რაღაცა კუთხით მართლები იყვნენ, რაღაცა კუთხით მართლები არ იყვნენ, მაგრამ ხვალინდელ სამეფოს, ხვალინდელ ისრაელს სჭირდება ამ ხალხის დღეს მოსმენა. ეს სოლომონის გამოცდილი საზოგადოება ეს ამ საზოგადოებამ იცის გაიარა სოლომონის დროს ის ეტაპები, თვითონ გადაიტანა, შეეხო ამ რეფორმებს და იცის ის ტკივილი, რა ტკივილით შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო რეფორმების შემდეგ. ეს არის სწორედ ის გზა, რომელიც ერის მამობაზე დააყენებს თქვა და გაამეორებინებს იგივე ნაბიჯებს, რაც დავითმა სოლომონმა თავის დროზე ერის გამთლიანებისთვის გააკეთა. ამაშია ადრია საქმე, სწორედ აი ზუსტად მიმიხვდით, ახლა თქვენ ზუსტად თქვით, ისე თქმას მინდოდა, რომ აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რობოამი ვის ეკითხება და ვის არა. არა, აქ საუბარი ამ მართლობის მოდელზე. აი ეს მოდელი როდის შეიძლება იყოს გამართლებული. ამაზე ამახვილებს მინდა წერილი ყურადღებას. რობოამი ახლა ამად დაუჯერებს, არ დაუჯერებს მის მეფობას, ერთ-ერთი შეეხება და მეორე შეეხებას გამორიცხულია. მაგრამ აღმოჩნდება, რომ შეეხება სულ სხვა. აბსოლუტურად სხვა. ამიტომ რობოამის ახლა ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს არა სამეფო გადაწყვეტილება ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით. არამედ საზოგადოებრივი გადაწყვეტილება უნდა იყოს, რომელსაც მეფე გააცხადებს
და მოემსახურება მის აღსრულებას. აი აქ ჩვენ ვდგავართ სწორედ იმ გზაჯვარედინზე, რა გზაჯვარედინის გაიარა საულმაც, გაიარა დავითმაც, გაიარა სოლომონმაც, და უნდა გაიაროს ახლა რობოამაც. საულმა როგორ გაიარა, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ. აბსოლუტური ფიასკოთი დაასრულა. დავითი აი ბეჭვის ხიდზე გადადის, მაგრამ გადადის, ჩვენ ამაზეც ვისაუბრეთ. სოლომონი საკმაოდ ისე ლაღად მიაბიჯებს, მაგრამ საულს დაცემას განიცდის. და ეხლა ჩვენ რობოამთან ვხედავთ აი კიდევ აი ამ ალტერნატივას, რა მოხდება. და აი, როდესაც ჩვენ თუ დავითის შემთხვევაში ეს შეცდომები იყო, თქვათ, ერთჯერადი გამოსწორებადი, ეხლა რობოამი ისეთ არჩევანს აკეთებს, რომელიც გრძელვადიანი არის, მასშტაბურია უფრო. ხო და საბედისწეროც აღმოჩნდება. საბედისწეროც აღმოჩნდება და პრობლემა ამაზე დადის სწორედ მამა ანდრია, რომ რობოამი ახლა მეორე საბჭოს გამართავს თავის თანამოყმეებთან ერთად და ის ამათ მოусმინა უხუცესებს, მაგრამ მართავს მეორე შეხვედრას კიდევ უკვე ახალგაზრდა თავის სამეგობროსთან თუ რჩევლებთან არ ვიცი. კი არა, ასეა თანაშეზდილები, თანამოყმეები თავის თანამოასაკეებთან, რომლებიც ეუბნებიან, რომ ახლა გადიოდა ამ ხალხს უთხარიო, რომ მამა ჩემის წელზე მსხვილია ჩემი ნეკიო, ჩემი ნეკათითიო. და მამა ჩემიო თუ უდაბნოს ნარეკალით გზითათო, მე მორიელებით და იმ დაგშითო. ეს უდაბნოს ნარეკალი არის ასეთი სადამჟელო ინსტრუმენტი, ფიცარში ლურსდებია, დაყრილი და ამით ზოგზე უნასოშებიან. მასაკია შავდებულს ასე ჯიან. და ძალიან მტკივნეული იყო და ძალიან ისეთი იყო რა, ძიმე გადასატანი იყო. და რობოამი ეუბნება, რომ ახლა ის მონაგონი იქნებაო რა, რაც გაიარეთ, თქვენ ახლა ნახავთ რას ნიშნავს, ის მოგენატრებათ. აი, ჩვენ სახეზე გვაქვს ორი ტიპის საზოგადოება. ანუ ეს მამასავით კი არ მიმართავს. როგორც დესპოტი, თითქოს თავის ხალხი არ არის, თავარია რომ დაემორჩილონ ნებისმიერ გადაწყვეტილებას შემდგომში. დაიმონოს. ანუ რობოამი ამ შემთხვევაში აცხადებს წარმართი მმართველის კლასიკურ სახეს. სადაც მმართველობა ძალაზია და ძალაზია და ყველაფერი მისია. ეს ყველაფერი არის მისი. საკუთრებაში აქვს ეს ვით, აი ეს და რატო მოხდა რობოამთან დაკავშირებით ასეთი საშინელება? რატო მივიღეთ აი ეს რეზიუმე, რაზეც ვსაუბრობთ? იმიტომ რომ რობოამი არ ეყრდნობა ჯანსაღ საზოგადოებას. არა, ჩვენ გვაქვს ორი ტიპის საზოგადოება, უკვე დააკვირდით. საზოგადოება, რომელსაც ურჩია მამამისის დროინდელი და თავისი ეს საზოგადოება, ანუ ორი ტიპის საზოგადოება, მაგრამ ის პირველი საზოგადოება მსჯელობს იმ პარამეტრებით, რომელი პარამეტრებითაც ამ ხალხს შეუნარჩუნდება რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ აი მეორე სხვა პარამეტრებით ცნობავს. საზოგადოებრივ პრინციპებს არ აკმაყოფილებს. ჩვენ აქ უკვე საზოგადოება კი არ გვაქვს. ჩვენ ახლა გვაქვს კოლექტივის სახე, რომელიც თავისი ინტერესებიდან გამომდინარე ადგენს მიიღებს გადაწყვეტილებას. აი ნახეთ, აი ეს ორი ისა. და ეს ორი სივრცე, ამას კარგად მინდა შეადაროთ ერთმანეთს. საზოგადოება, რომელსაც ეროვნული ინტერესები აქვს და კოლექტივი, რომელსაც კერძო ინტერესები აქვს. ეს ის გზაჯვარი, ეს ხდება ჩვენ საულთანაც, დავითთანაც, სოლომონთანაც, მაგრამ რობოამთან იმდენად კარგად არის გამოხატული, რომ პრაქტიკულად რეზიუმირ, ამის მერე რობოამი ახლა წყალგამყოფივით არის რა. რობოამი გვაჩვენებს რა იყო აქამდე და რა იქნება ამის მერე. მთლიანად გვაჩვენებს ამას. კარგი სურათი ეს სურათი. და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ და ბიბლიურ თხრობას ვაქცევთ ყურადღებას, აღმოჩნდება, რომ რობოამისათვის მისაღები გახდება სწორედ ამ იმის, რა ქვია, თანამოყმეების ამ მეორე საბჭოს ამ მერკანტილური სულისკვეთებით აღძრული პიროვნებების რჩევა და გავადა ხალხს ეთქვის, რომ მათი მოთხოვნა შესმენილი არ არის, რომ ძალიან ძიმე ხვედრი ელოდებათ მათ, რომ მათ მისი ნეკი მამამისის წელზე უფრო მსხვილია და ამიტომაც არც იოცნებონ, რომ შესმენილი იქნება
ბათი ასე იგი ეს მოთხოვნა და ეს იქნება ის განაცხადი, ეს იქნება ის ნაბიჯი, რომელი ნაბიჯის შემდგომაც წმინდა წერილი თხრობას იწყებს იმ ისტორიულ და უმძიმეს მოვლენაზე, რომელმაც ისრაელი როგორ მთლიანი სახელმწიფო დაასრულა და ჩვენ უკვე დღეის შემდეგ საუბარი თუ გვექნება აი ამაზე სივრცეზე, გვექნება საუბარი გაყოფილ სამეფოზე, ჩრდილო სამეფოზე და სამხრეთ სამეფოზე. მთელი ჩვენი გადაცემა დღევანდელი საუბარი სწორედ იმას შეეხო, რომ რობოამი დგას გზაჯვარედინზე. ეს გზაჯვარედინი არის ძალიან საპასუხისმგებლო მძიმე არჩევანი და მოითხოვს დიდ სულიერებას, დიდ სასოებას ღვთისადმი, რაც აღმოჩნდა, რომ რობოამს არ აქვს. იმიტომ რომ მან მიიღო საკმაოდ შორს ჭრეტელი რჩევა უხუცესებისაგან და ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც მას ფაქტიურად ამ გამოცდილი ადამიანების რჩევით საშუალებას მისცემდა, რომ გაეგრძელებინა სოლომონის და დავითის მმართველობა. თუმცა არ იყო გონიერება და დაუჯერა უფრო ახალგაზრდებს, ფიცხებს, სულსწრაფებს, რომლებმაც გადაწყვეტილება მიიღეს, რომ რაღაცა ძალისმიერი ენით დალაპარაკებოდნენ ერს, რომელიც მოწოდებული არის ღვთისმსახურებისათვის, ერს, რომელსაც ამზადებდნენ იმისათვის, რომ თლიანობაში იყოს ღვთისმსახური, მიმართავენ როგორც დესპოტი, მმართველები და აი აქ ირღვევა ერთგვარი ჯაჭვი დავით მეფის, სოლომონ მეფის მმართველობის და უფრო წინ კიდევ ერის წინამძღოლებისა. მამამდე თქვენ მართალს ვზანებთ, აი სწორედ ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აქ წყვეტა ხდება არა სისტემისა, მმართველობითი სისტემისა, მონარქიული სისტემის, არამედ წყვეტა ხდება ღირებულებითი ჯაჭვისა. ამაში აქ ეს არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან ზედაპირულად უდგება ქვეყნის მართვას. ისევ იქ მივდივართ ჩვენ მსახურება რეალური და იმიტაცია მსახურებისა. ღვთისმსახურებაში შეგვიძლია ეს განვიხილოთ და სახელმწიფოს მმართველობაში. რა მიზანი აქვს აი ამ რობოამის გადაწყვეტილებას? დაიმონოს ერი, რომელიც ისედაც მისია? რა საშავებს ერი, რა საჭიროება არის ამისი, რომ ესეთი ხერხით გადაწყვიტოს მისი მართვა. არანაირი ამისი საჭიროება ახლა არ ჩანს. ცხადია, იმიტომ რომ რობოამი არის პიროვნება, რომელიც პირდაპირ აი სოლომონთან შეიძლება პირდაპირ ეს ასე ვერ ვთქვათ, არ ვთქვათ, რომ მისი მეფობის რაღაცა ეტაპზე შეიძლება ეს ასეთი და დავითი შეგვეძლო ჩვენს ვთქვა. დაცემით რომ ჩვენ რობოამის თლიანი მეფობა არის წარმართული იმ ნიშნით, რომ მე მეფობ ისრაელში. არსად აღარ არის ღმერთი. ხო, არა ღმერთი მეფობს. ხო, ღმერთი არსად აღარ მეფობს. თლიანად რობოამი იწყებს მეფობას და რატომ? მე მინდა ისევ და ისევ ამაზე დავიდეთ, ვინაიდან რობოამს საყრდენად აქვს ეს კოლექტივი, რომელიც აღარ ფიქრობს იმ ღირებულებებით, რომელი ღირებულებებითაც ფიქრობდა საზოგადოება, რომელიც შეიძლება დავითის ან სოლომონის დროს იყო. ანუ მე მინდა კარგად დავინახოთ მამანდრია ის, რომ პრობლემა რობოამში არ არის მარტო რობოამის გარდა არის ისეთი პრობლემა, უბრალოდ რობოამი ამ პრობლემების ერთგვარ შემოკრებას ახდენს თავისი ყოვლად უნიათო და ყოვლად ასე ვთქვათ გაუმართლებელი მმართველობით, თორე რობოამი ჩვენ ხშირად აგვაქვს ხოლმე საუბარი ჩვენ სინამდვილეში ჩვენ რეალობაშიც ხო, ჩვენი მატერიალის რეალობაშიც ხო, ამ მეფეზე, იმ მეფეზე, ამ მეფის ეპოქაზე და დავდივართ მეფემდე. არა, მარტო მეფეა კარგ შორში არ არის. მეფე არის ნუ რაღაცნაირი რეზიუმირება რაღაცა ეპოქისა, მაგრამ ამ მეფის გარშემო საზოგადოება დგას, ამ მეფის გარშემო რაღაცა წრეტრიალებს, რომელიც იძლევა ღირებულებით ნიშნულებს, ქმნის ღირებულებით ამინს, ხო? ამიტომ ჩვენ ოდესაც ვჟელობთ აი მის უწმიდესობა ხშირად ღრმა აზროვნებისაკენ მოგვიწოდებს ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეს დღევანდელ ეპოქაში თუმეტეს ოდესაც რაღაცა გამზადებული ფრაზები და გამზადებული იდეები მისდის ადამიანს და აღარ ჭირდება მას ახლა იმის რა ქვია გონების შეწუხება. ეს ღრმა აზროვნება ამისაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უნდა აი გავაანალიზოთ, რომ ეს მეფე კი არ არის მარტო, ეს ეპოქა, აქ საზოგადოება, აქ რაღაც სივრცეა, სამოქმედო სივრცეა.
აი რობუამზე ასე უნდა იმას აქვთ სწორედ, ხო? არა მარტო რობუამზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ პიროვნებაზე ქონდა საუბარი. ეს არ არის. ანუ თვითმიზანი გახდა ხელმწიფება ერზე და არა საშუალება მსახურებისა, რომ ხო, ერი წაიყვანოს, წარმართოს და ღვთისმსახურება. აი ეს არის მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი რამე, რომ შორს ვერ იყურება. მეთოდი მისი ფაქტიურად გაუთანასწორდა მსოფლმხედველობას იმ აზრით, რომ თავარი მიზანი იქცა ის, რომ იხელმწიფოს და იმეფოს და არა ის, რომ თავისი მეფობა გამოიყენოს იმისათვის, რომ ღმერთი ამეფოს და ერი წარმართოს საფრთხო გზაზე. აი მე მგონი ეს რობოამთან დაკავშირებით, ეს შეფასება მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ესეთი რეალურია, რელევანტურია. თან ყურადღება მივაქციოთ, რომ ანდრია ძალიან საინტერესო დეტალს ასახთ დღესაც თქვა, რომ თეოკრატიული საზოგადოების და მმართველობის დასრულება კიდე გასაგებია, მაგრამ მონარქიაზე ღმერთმა თქვა, რომ თქვენო იწუწუნებთო, მაგრამ ეს აღარ იქნება, აღარში წყდებაო, ხო? ეს არ მოგეშვებათო თქვენო, ხო? ანუ აქ თეოკრატიული საზოგადოების კრიზისში შევიდა, ამის გამოსწორების და გამოსავლის გზა გასაგებია, სხვა რამე იყო და ეს სხვა რამე მივიღეთ, მაგრამ აქ მონარქიაში გამოსწორების გზა რა არის? აქ მონარქიის შეწყვეტაზე ვეღარ იქნება საუბარი. რაღაც სხვა რამე უნდა იყოს და რა არის ეს სხვა რამე? აი ეს სხვა რამე არის სწორედ დადის ისე ვიქამდე, უნდა გამოჩნდეს ისეთი პიროვნებები, როგორც არის ნათანი, რომელსაც შეუძლია შევიდეს მეფესთან და გამოაფხიზლოს. აი მე როგორ ამ დროს აი ხშირად მახსენდება ხოლმე და ალბათ ყველასაც გვახსენდება ხო წმინდა გრიგოლ ხანძთელი რომელიც შედის მეფესთან და იმას აკეთებსაც უნდა გააკეთოს და მაშინ სხვა მეძავი არ არსებობდა და წმინდა გრიგოლს რა უნდა ეკნა ახლა კარდაკარი არა და უნდა ეკითხა ვინ მოხარ მუშობს აქ არა ის მთავარ შესასვლელში შევიდა სადაც ეს არ უნდა ხდებოდეს რატო იქ რაღაცა სხვა საზომია სხვა პასუხისგებლობა, სხვა ტვირთია, სხვა მასშტაბებია იმის საქმე მოვალეობებისა. და შესაბამისად იქ მიდის, სწორედ იმ თავში მიდის, რომელმაც ხწნილების, უმსგავსების და დაცემის მაგალითი კი არ უნდა მისცეს პირიქით. სულიერი სიმტკიცის, ნეობისა და ერთგულების მაგალითი უნდა მისცეს. დიდი მადლობა გიორგი. ამ საუბრისთვის მაყურებელს შევახსენებ, რომ შესაბამის საკითხავი შეუძლია წაიკითხოს მესამე მეფეთა მე-11, მე-12 თავებში, მე-13 თავშიც. ამით დაგემშვიდობებით, ჩვენ გავაგრძელებთ შემდეგ გადაცემაში საუბარს ისრაელის გაყოფასთან დაკავშირებით, რობოამის მეფობის გაგრძელება იქნება შემდეგი საუბრის თემა. ამით დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდეთ.